ახლა მინდა საუბარი გავაგრძელოთ ჩვენი სტუდიის სტუმართან. გიორგი ტუმასიანი, სამოქალაქო აქტივისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია ჩვენთან ერთად. რატომ შევარჩიეთ გიორგი გუშინ წინდელ მიტინგზე, სადაც ძალიან ხმამაღლა ითქვა, რომ ჩვენი გზა, ხმა, ყველაფერი არის ევროკავშირში. გიორგის ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, მან შეაფასა საქართველოს მდგომარეობა და არა მხოლოდ საქართველოს გადმოსახედიდან რეგიონულ ჭრილში, რამდენ მნიშვნელოვანი და რეზონანსული შეიძლება იყოს და ხელისწამკვრელი ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, რომელსაც ჩვენ ასე გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ მას ძალიან მკაფიოდ აქვს გამოხატული დასავლური ვექტორი. მოგესალმებით გიორგი, რამდენად კრიტიკული მომენტია ახლა და რას ეტყოდი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ მაინც აქვს შეკითხვები, ან კიდე ყოყმანობს, რომ წავიდე არ წავიდე, თითოეულ ხმას რამდენად ექნება მნიშვნელობა ამ პროცესში. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის 26 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ წყდება საქართველოს ბედი და საერთოდ წყდება კავკასიაში იქნება თუ არა დემოკრატია და ეს საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს მოიცავს. დაახლოებით ვართ 1921 წლის ვითარებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეხლა ჩვენ ვერ შევძლებთ ამ საკითხის მოგვარებას, შეიძლება 10 წეულები თუ არა მეტი დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გავთავისუფლდეთ ავტორიტარიზმისგან. აბსოლუტურად გასაგები არის, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში პრაქტიკულად აღარ იქნება, თუ დღევანდელი რუსული რეჟიმი დარჩა ხელისუფლებაში და ეს ძალიან სერიოზული საფრთხე არის, იმიტომ რომ გაუქმებული დემოკრატიის პირობებში უკვე არჩევნების იმედი ვეღარ ექნება მოქალაქეებს. ამიტომ ყველას მე პირადად მოვუწოდებ, რომ გამოვიყენოთ ეს საშუალება დემოკრატიული და 26 ოქტომბერს ხმა მივცეთ იმას, რომ საქართველოში იყოს არჩევნების ამომავლოდაც და მოქალაქეებმა თავად გადაწყვეტონ. კონდეს ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მიემართება, რა თქმა უნდა, ეს, მაგრამ თქვენს დიასპორას რას ეტყოდით ახლა? ალბათ ისინი გისმენენ, უფრო თემს. კი ბატონო, ალბათ ისინი გისმენენ ახლა და დარწმუნებული ვარ, უმეტესობა მათგანი მაღალი სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე შეხვდება 26. მაგრამ ჩვენ მაინც ყოველდღიურად ვახსენებთ ყველას, რომ მათი ცხოვრების ბედი თითეული ადამიანის უკეთესი მომავალი უნდა გაირკვეს ახლა, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერი სხვა დღე ან არჩევნები იყოს რუტინული ჩვეულებრივი არჩევნები და აი ახლა ყველანი ისინი ისტორიული მომენტის გადაწყვეტაში საიტწავა ეს ქვეყანა მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, განუმჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა ყველა საქართველოს ადამიანის ვალია ჩემი აზრით, რომ დადგეს ქვეყნის არსებობის დემოკრატიის ადარაჯოზე და 26 ოქტომბერს ჩვენი ხმა არის ამის საუკეთესო ასე ვთქვათ ინსტრუმენტი ამისთვის. ამიტომ მე მოვუწოდებ მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებსაც იმისთვის, რომ არ წავიდნენ იმ წნეხის გზით, რა გზითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს, საკმაოდ აქტიურად, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, განახორციელოს ზეგავლენა ეთნიკურ უმცირესობებზე, რადგანაც უფრო მოწყვლადი ჯგუფები არის გასაგები მიზეზის გამო და მათ შორის შეშინების კამპანია მიმდინარეობს და ხშირად ასევე მოქალაქეებს ატყუებენ, რომ ამ ელექტრონული დანადგარების მეშვეობით დადგინდება თუ ვის აძლევს ხმას. ეს სერიოზული პრობლემა არის, რადგან სოფლის რეგიონებში განსაკუთრებით მოქალაქეებს დიდად არ ესმით ახალი ტექნოლოგიის ეს შესაძლებლობა. თბილისშიც ბევრი განმარტება გავაკეთეთ ჩვენ და კიდევ დამატებით ყოველდღიურად ამაზე ვსაუბრობთ, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა რომ მიდის თითქოს იქ ელექტრონული სისტემის დროს ვიღაცა შეძლებს რომ ამოიცნოს. ყველაფერი არის ფარულად და იმაზეა დამოკიდებული, ვინ რამდენად პასუხისმგებლობით მიუდგება ხომ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხებისთვის პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, მაგრამ ამავდროულად როცა ხედავთ, რომ სომხეთიც სწორ გზას დაადგა, მიხვდა, რომ რუსეთთან მოკავშირეობა არის პრაქტიკულად სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასი და აქ უნდა აღინიშნოს დღეს ცრუ ნარატივი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, რომ შესაძლებელია რუსეთთან შეთანხმება. სომხეთს ჰქონდა ეს მცდელობა და პრაქტიკულად მოკავშირეც კი გახდა. ყველაფერი აიძულა რუსეთმა, რომ გადაეცა რუსეთისთვის. ყველაფერი, ეკონომიკა, პოლიტიკა, საშინაო საკითხები, უშიშროების სამსახურები მთლიანად რუსეთს დაექვემდებარა, ჯარი განადგურდა სომხური სახელმწიფო ამის შედეგად პრაქტიკულად და დღეს კატასტროფის წინაშე დადგა და მხოლოდ ამ კატასტროფის შემდეგ გაიაზრეს, მაგრამ კიდევ კარგი გაიაზრეს, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობა, რუსეთისგან დაშორება, მათ შორის სამხედრო კუთხით პირველ რიგში და რა თქმა უნდა აუცილებელია ინტეგრაცია ევროკავშირში. დღეს ეს დღის წესრიგში არის სომხეთში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ ქონდა მას ნათქვამი, რომ მზად ვართ ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის თუ ამის საშუალება გაიხსნება, მაგრამ ამავდროულად ოპოზიციური ძალები აგროვებენ ხელმოწერებს, არ ელოდებიან ფაშინიანს, რადგანაც გასაგებია ხელისუფლება სომხეთის ვერ წავა დღეს აქტიურ ნაბიჯებზე, სანამ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ რუსული რეჟიმი მართავს საქართველოს და უბლოკავს მათ შორის სომხეთის მომავალს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ 5 აპრილს მნიშვნელოვანი ისტორიული შეხვედრა შედგა ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაინი და ბლინკენი, ანუ ევროკავშირის და შეერთებული შტატების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ და შეთანხმება მოხდა, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები სომხეთს მიაწვდიან ყველაფერს, რაც სჭირდება სომხეთს, პირველ რიგში ეკონომიკური დამოკიდებულებისგან, რომ გათავისუფლდეს რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიის გავლით, რადგან საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და 29 აპრილს იგივე თვეში პრაქტიკულად რუსმა ოლიგარხმა გამოგვიცხადა, რომ ესე იგი ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის გლობალური ომის პარტია ჭყალებში, რომელიც ცხადია არ არსებობს და ამის შედეგად დაუბლოკა არა მხოლოდ საქართველოს, ასევე სომხეთს გზა ევროპისკენ და ნათელი არის, რომ ეს არის კრემლის ბრძანება ორი ქვეყნის საკითხის მოსაგვარებლად. დიახ, და ეს მართლაც არაჩვეულებრივი მაგალითებია იმისთვის, რომ რეგიონში რა ვითარება, საქართველოს მოქალაქეებმაც კარგად უნდა დაინახონ და რამდენიც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, იმიტომ რომ აქ გადავწყვიტავთ საკუთარ ბედსაც და რეგიონის ბედსაც და ჩვენი მოკავშირე მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც და აი ბალტების მაგალითი არის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც მათ შეძლეს და ერთად გაარღვიეს ეს რუსული ფარ და ნუ ცირედი პატარა დროში აცდენა იყო, ესტონეთი იყო ლიდერი იქ და მე მიყვა ლიტვაც და ლიეტუვაც და ლატვიაც და აი საერთო კავშირმა ამხელა გარღვევა და ნახტომი მოახდინა მათი ქვეყნების განვითარების პროცესში და გახდნენ ისინი ევროკავშირის და ყველაზე დაცული ორგანიზაციის ნატოს წევრები. ძალიან დიდი მადლობა გიორგი გადაცემის სტუმრობისთვის და ამ მიმართვისთვის და ამ პოზიციისთვის და თქვენი მხრიდან ნათქვამი ეს სიტყვა დარწმუნებული ვარ კიდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს ამ პროცესს. მე ვემშვიდობები გიორგი ტუმასიანს.